არსებობს Facebook ჯგუფები, ეგრეთ წოდებული სამედიცინო, რომელთა მთავარ საქმიანობას უნდა წარმოადგენდეს ადამიანების ინფორმირება, მათთვის საჭირო სასარგებლო ინფორმაციის მიწოდება, შემეცნებითი ფუნქცია და ასე შემდეგ. მაგრამ როგორც ხდება ხშირად, ყველაფერი ბოროტი უმეტესად არის შენიღბული სიკეთითა ქველმოქმედებით და სწორედ აი ასეთი ჯგუფებია, რომელიც ერთი შეხედვით სახელიც კი ისეთი აქვთ კეთილშობილური, რომ გეგონება რომ რაღაცა სიკეთეს აკეთებს. სინამდვილეში ისინი პერიოდულად ახდენენ სხვადასხვა ექიმების ესე ვთქვათ შავ პიარს და ხან ვინ არის მათი დაკვირვების საგანი, ხან ვინ და მეც აღმოჩნდი რამდენჯერმე და აი ახლა სულ 2 დღის წინ, როდესაც რასაკვირველია ანონიმურმა წევრმა დაწერა როგორია მანანა მგალობრიშვილი, როგორი ექიმია და ჩემი ფოტო გამოაქვეყნა. და კომენტარები თავისთავად არის უარყოფითი კომენტარებით, რადგან არ არსებობს ექიმი, რომ უარყოფითი პაციენტი, უარყოფითი კი არა, უკმაყოფილო პაციენტი არ ყავდეს და მეც მყავს სამწუხაროდ. და არის რასაკვირველია დადებითი კომენტარები ძალიან ბევრი ჩემი პაციენტებისგან და იმათგან, ვინც მე მიცნობს და ვინც ერთხელ მაინც ჩემთან ყოფილა კონსულტაციაზე და ძალიან დიდი მადლობა მათ. მაგრამ არანაკლები დიდი მადლობა მინდა გადაუხადო იმ უარყოფითი კომენტარების ავტორებს. თუნდაც იმ ანონიმურ წევრებს, რომლებიც რატომღაც მალავენ საკუთარ სახელს, გულწრფელად ვიტყვი, რომ ყოველთვის ასეთი შემთხვევები მე კიდევ უფრო მაფხიზლებს და კიდევ უფრო ძლიერს ხდის, უფრო მოტივირებულს, კიდევ უფრო მეტი შევიმეცნო და უფრო მეტი სარგებელი მოუტანო როგორც ჩემს პაციენტებს, ასევე ზოგადად საზოგადოებას, ვინც მე მიყურებს ჩემს სოციალურ ქსელში. გამახსენდა ერთი ესეთი გამოთქმა, არ ვიცი, სადღაც ამეკითხავს, რაც არ გვკლავს, ის გვაძლიერებს. და ასევე ცუდას რა თუნდა მტერობაო და მართლაც ესეა. ესეთი უარყოფითი თავდასხმები, ესეთი ნეგატიური, ეს მე უფრო ძლიერს მხდის და ეს უფრო მეტ თავდაჯერებულობას მატებს იმაში, რომ ეს იმას ნიშნავს, რომ რასაც ვაკეთებ, სწორია, კარგია და კიდევ უკეთესად გააკეთე, კიდევ უფრო მეტი შეგიძლია და კიდევ უფრო მეტი მოინდომე. და ამიტომ ყველას მინდა დიდი მადლობა გადაგიხადოთ და დღევანდელ არაჩვეულებრივ შობის დღესასწაულთან დაკავშირებით მინდა ყველას მოგილოცოთ, ყველას გისურვოთ სიკეთე და სიყვარული.